გესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მაისისთვის შეთავაზებით ისარგებლეთ. ერთჯერად იწმენდა თვის ბოლოს არ არის თანხა მითითებული, ვისაც საშუალება არ აქვს ინდივიდუალური წმენდებით ამ თვეში განახევრებული თანხებით მაქვს და დიაგნოსტიკა ჯერ არ მქონია მართლა ამ ღირებულებაში. ასე რომ ისარგებლეთ. მომდევნო თვის შეთავაზება უკვე მომფიქრებული მაქვს უკაცრავად. ისი არ მოეწონა ვიღაცას მახრჩო. ხო, მომდევნო თვის შეთავაზება მომფიქრებული მაქვს. ისაც დიაგნოსტიკა იქნება გარებული, იმ ხალხისთვის იქნება ეს შეთავაზებები. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ სივრცეში. დახმარება მოდის. ძალიან დიდი, ცოტა მიზანთან ახლოს ახართ, ძალიან მალე, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებელია აქ წინსვლა, წარმატება, რაღაც ინფორმაციის შეგროვება. კი ბატონო, შესაძლებელია აქ პრობლემა ან ტვირთი, კარმიდან განთავისუფლება ბევრთან. პრობლემა ტვირთი რაც არის, აი ეს მოგეხსნათ. ღვთისწყალობა გაქვთ, კი ეს თემა გამოგივათ აუცილებლად გამოსავალის პოვნა. ძალიან დიდი ცვლილება იქნება თქვენთან ისეთი, რომელსაც თქვენ კი არა, მე მგონი არც არავინ არ ელოდება. ძალიან დიდი ინფორმაცია დაფიქსირდა. იცით რა არის ცვლილებებისთვის ზოგადად უნდა ვიღაცასთან სიყვარული ბედი იხსნება. იცით რა არის ცვლილებებისთვის ზოგადად უნდა შეიწუხოთ ცოტა თავი. ესეთი ვარიანტიც არის, როდესაც წმენდებს ადამიანი გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში მას სჭირდება შემდეგ უკვე წარმატების მოზიდვის გახსნეს რიტუალს, რასაც ეძახიან მოზიდვა. იმიტომ რომ რთულია ბევრთან ესე ხდება, ყველასთან არა, მაგრამ არის რომ შეიძლება ესეც დაჭირდეს ადამიანს, თუმცა ამის წინასწარ თქმა ცოტა კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავს პრაქტიკოსი. ასე რომ მე როდესაც ვაცხადებ რჩევებს, ვაცხადებ რაღაცებს, უნდა გააკეთოთ ესე ისე, ხო, პატარა манипуляციებს ან თუნდაც წმენდებს და ადამიანთან მით უმეტეს მაგიური დაზიანება არის. თუ თავს არ შეიწუხებთ და რაღაცას არ გაითვალისწინებთ, რაც თქვენზე არის, რა თქმა უნდა, მორგებული, ეხლა ვიცი ყველაფერზე ისე გინდათ, მაგრამ ესე არ არის, ხო? თუ თქვენ, მოდი ასე ვთქვათ, თავს არ შეიწუხებთ, გემრიელი კერძით არ მომზადდება და დღეს შერდარჩებით ან გადაივლით რაღაცა ესე რომ ვთქვათ, პურის ნატეხზე, ხო? ან უნდა გამოიძახოთ, მოგემსახურონ და მოგართვან სახლში ესე გამზადებული, თუმცა ამისთვისაც უნდა გადაიხედოთ. აი ასე არის ჩემო კარგო ყველაფერში, თავის შეწუხება არის საჭირო. თუმცა ვინც ამ ყველაფერს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა ისეც იცოდეთ გაშლები, უფრო მეტად რეზონირდება მათთვის, ესე არაფერი არ გადმოცვივა ხალხნო და არ დაგაცვივათ თავზე. რაც შეეხება თუ იმეს გონიათ რომ მე რამე არ ვიცი თქვენ შესახებ, ვინც ჩემთან მაიმუნობთ, აქ ნაცნობებს ეხება ეს კომენტარი უკვე ძალიან ცდებით, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. დაიცავით ბალანსი, ესე გამწარებულზე რაღაცა გეწყინათ, გული მოხვდათ, ეს გვერდი იმისთვის არ არის, რომ მე რომელიმე თქვენთაგანის ინტერესი მაქვს,
ან გავბრაზდი და არ ეკა ეხლა შენ გიჩვენს ეს ვიღაცას ჯადო გავუკეთო ვიღაცას რაღაცა დაუშავ ამისთვის არ არსებობს ეს გვერდი არსებობს იმისთვის რომ თუ მწარეთ რაღაცა გულზე მოგხვდათ უბრალოდ დაფიქრდეთ ხო და ყველაფერი შემოაბრუნოთ თქვენ სასიკეთოდ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან და ესე არ არის რა ფერებით ზოგჯერ საქმე არ კეთდება ვიღაცასთან ფერებით გამო ვიღაცას წარეთ მოხდება ეს კონკრეტულად თქვენ არცეც არ გეხებათ და არცესი არ არის და როდესაც თქვენ მე ესე რაღაცის გამო შემეხებით და თქვენი უაზრო თავის ბატის თავი რო გაბიათ ზოგიერთებს მართლა ოღონდ შემეხებით მის პასუხს თუ მიიღებთ თუ კი არა მიიღებთ აუცილებლად თქვენ თავს დააბრალთ ეს იმას კი არნიშნავს რომ მე გიკეთებთ რამეს ჯადოს თქვენ უშავებთ ამ დროს თქვენს თავს გაიგეთ ეს გვერდი არის შემეცნების გაიაზროთ გაიგოთ განვითარდეთ დაგეხმაროთ და ასევე რა თქმა უნდა ჩემი ინტერესიც არის ის რომ ასანაცვლოდ მე დავუშვათ ღებულობ თქვენს თბილ დამოკიდებულებას ხალხთან კომუნიკაცია მაქვს ზოგი საჩუქარს აგზავნის რატო არადაც კაცო მე ჩვეულებრივი ადამიანი რობოტი კი არა ვარ ხალხო მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მიხარია ეს ყველაფერი თუმცა შელოცვილი საჩუქრებს ნუ მიგზავნე ხა ძალიან ცდილობთ ეს რომ ვერ მივხვდე მაგრამ ძალიან მეცინება ადრე იცით რა ამ ყველაფერზე სხვა რეაქცია მქონდა უბრალოდ ნერვიულობა მართლა მეცინება ეს სიცილი არ არის ის მომენტი რომ ძალით რაღაც არა მეცინება უკვე როგორ არის იცით მე ასე ვღებულობ ადამიანმა რაღაც სათამაშო გამომიგზავნა ან რაღაც ესე გააკეთოთ მეთამაში სხვათა შორის ძალიან კარგი ფილმია სმიტებზე რომ არის ერთმანეთის შესახებ რომ გაიგებენ ცოლ-ქმარი და ანჯელინა ჯოლი რომ და ბრედ პიტი რომ თამაშობს და აგენტები რომ არიან ერთმანეთის შესახებ გაიგებენ და დასწრებენ ერთმანეთს ახლა ბევრი მაიცით ეს ფილმი ვინც არც შეგიძლიათ უყუროთ და რომ დასწრებენ ერთმანეთს მერე უკვე ესი არის რომ ან ერთმა უნდა მოკლას ერთი ან მეორემ და ერთმანეთი და თან ერთმანეთს ვერ იმეტებენ და ნუ ესე რაღაცა დასდევენ ერთმანეთს და ეს გოგო ქალბატონი ჯოლი ჩაუგდებს ბომბაჭკას ჯიბეში რისი თქვა მინდა ხო და მერე დაურეკავს და ეუბნება შენო ჩემი აფეთქება იგიო ცადეო და ეს ბომბაჭკა რასათქმელია ეს მეჩვენებით ესეთი ტიპაჟები ვინც ახათ და ჩემთვის რასათქმელია ახლა ერთი ბომბაჭკა თქვენს თუ მიიღებთ უკან ხო მე ნუ გაქვთ იცით რა პრეტენზიები ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთათ და არა ესე არ არის მე რომ ეს სხვათა შორის ყოველთვის ხო ვიძახოდი რომ არა ის ჩემით არის ეს რაღაცა ბუნებით არის იქით არის ვეძებე ყველამ რომ ერთმა ამისალა არა გაქო მეორემ მართლა არავინისგან გადმოგეცაო რომ არაფერი არ იციან ბატები რომ არიან ხო და გამოვიძიე ეს ყველაფერი ვეძებე და მე თვითონაც აზრში რომ არ მახსოვდა სინამდვილეში კი ჩემშობლებთან ეს ყველაფერი იყო დაბლოკილი სინამდვილეში არ იყვნენ განვითარებული ამ ხრივ და ეს შესაძლებლობები ჰქონდათ პირდაპირ მონაცემებში მაგრამ რა ხდება მე ჯიში ვინმე და არავინ არ ვიცი ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და გამახსენდა კაცო როგორ არ ვიცი ესე იგი ეს არის დედის მხრიდან მამიდები მამის ორი და ორივე ერთმანეთზე მეტი ეს ცოცხლზე გადამჯდარი იყვნენ ერთი ცოცხალი ერთი გარდაცვლილია
ორივე მიცოდა, მაშინ კარტი იყო, სად იყო ეხლა ტარო და ეს და შეიძლება კიც ქონდა და მე არ ძალიან ბავშვი ვიყავი და ეს ზუსტად ვიცი, რომ რაღაცებს ვაშლევინებდი ხან ერთს ხან მეორეს. ეხლა წებოდი გამიშალ პატარა ბავშვი, იმიტომ რომ იმდენად მიყვარდა ეს ჩემი სათამაშო იყო, ხო გითხარით და ეხლა იმდენად მიყვარდა თან მოჩუჩქნული ისე ვუფრთხილდები ეს დასტა ვინც გამომიგზავნა. სახმარად, ანუ გამოსაყენებლად უკაცრავად სახმარად ისეც ვერ ვიმეტებ, არა და ისე გამოყენებული ხომ აქვს ესეთი პატარებია. იმდენად კომპაქტურია და იმდენად საყვარელია და ისე მიყვარს თანაც და ვერ ვიმეტებ. ხო და დღესაც ესე თით დაუკარები ამოვიღებ, დავხედავ რაღაცა მოვეფერები, მოვესიყვარულები. ისეთი პაჭუკა არის, ხო? უფრო ფიქრობ ეს გადასადგილებლად რაღაცა გადახარება. მაშინ უფრო კარგი არის. საქართველოში ასეთი ჯერჯერობით ეს ლიმიტირებული კოლექციაა თანაც და ალბათ მაგიტო ვერ ვიმეტებ. ძალიან ცოტა რომ გამოვიდე, ხო? და ნახეთ, ამ მამიდებთან სხვათა შორის სულების გამოძახებას რაღაცებს ბავშვობაში, მე ვთამაშობდი ყოველ შემთხვევაში და ისინი ეთყობა დახმარება უნდათ, ეხლა ხვდები. ეხლა გამახსენდა, არ მახსოვდა. ეს მომენტი. არა, მათ არაფერი არ უსწავლებიათ ჩემთვის. მაინც ასე მგონია რომ არ უსწავლებიათ, იმიტომ მე მესიზმრებოდა რაღაცა ეს ჩემი ინტერესი იყო რაღაცა სწავლი. მაგრამ გაიგეთ. და ასე რომ თქვენ ხალხნო დააყენეთ ეს ერთი ადგილას რა. აღარ უნდა გამოიყენეო. ერთ ადგილას გაიგეთ, რისი თქვა მინდა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო. გაიგეთ, თუ კიდევ ვერ გაიგეთ, რამე კიდევ არის აქ ასახსნელი. თქვენს თავს იზიანებთ, ზოგადად მე ერთ რაღაცას გეტყვით. ამ ენერგიებში ვინც არის და ვისაც ეს ჯადოქრობაა, თუ რაღაცა რამე ჯადოქარს დავიწყებ ჩემს, მაგრამ მაინც ასე გამოდის ამ ენერგიებში, რადგან ვარ ზოგადად ცხოვრობენ მარტო. გაიგეთ, განდეგილები. და ჩემთან ეს ბუნებრივად მოხდა. გაიგეთ, რა ხდება, რა შეასაქმე. ნუ ახლა შეწირულებზე არა მაქვს საუბარი, არსებობენ კიდე შეწირულები. ეს რას ნიშნავს? ადამიანი რო ვერ თხოვდება, რო რაღაცა ესე და უნდა წავიდეს და აუცილებლად უნდა აღიკვეცოს მონაზვნათან ბერად, ხო? ეს უკვე შეწირულს ნიშნავს. ღვთისთვის ეს იგი თუ ვინმე მარჩაუგება ბედი, მაგრამ ჩემთან რა ვიცი ახლა რომელი ვარ. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, მაგრამ აშკარადაა ამ ყველაფერში ვარ და ასე რომ იმ ბედის ჩაკეტვაზე, რაღაცეებზე, ნუ ჩალიჩობთ, გენაცვალეთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემი ბედი ჩაგედილია ბავშვობიდან, რომელიც ძალიანაც რო გავხსნა უკვე არჩევანიც გაკეთებული მაქვს და მე თვითონაც ჩავკეტე. კარგად რომ იცოდეთ, ამიტომ თქვენი ჩალჯი აღარ არის საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. რადონის ეს უნდა იყო დებილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ახლა. იმიტომ რომ ვერ ხედავთ ინფორმაციას სწორად და ვიღაცამ დამიკომენტარა ან თვალში მოხვთი ან რაღაცა და არიქა. ხო. ვეღარ იმეტებთ და არ მინდა ნუ იმეტებთ კაცო. ასე რომ ზოგადად ამ ენერგიებში ვინც არის დაოჯახდი, მიოჯახდი, მოჯახდი, ოჯახი შვილები თუ არა. არ ხდება ესე. წესით და კანონით უნდა იყოს მარტო. ხო. და რისი თქმა მინდოდა და ვისაც ეს ოჯახი და შვილები ყავთ, გენაცვალეთ, მათზე იფიქრეთ, ჩემზე ფიქრს დაანებეთ თავი. მათზე იფიქრეთ. ხო. თავისუფლად შეიძლება გადმოგაბაროთ კი ბატონო ამ ყველაფერს და იმ ჩაკამპლულ ოჯახს, რატომაც არა შვილებს, ქმარს, ვინც ჩემზე იზრუნებს, თუ არ იზრუნებს გასწნია ორი პატრონი, მაგრამ შვილები ხო იქნება. კი ბატონო, რატომაც არა.
რაიმე აქ ვხედავ რაღაცას ეს რა არის როგორ შემეშინდა ეს ფიგურა ისე ჩანდა I get ილუზია ეს არის თვალის ილუზია ასე რომ ამ თქვენის ილუზიებს თვალის ილუზიას რაღაცები რო გიჩვენებათ ახლა როგორც მოხდა ჩემთან კარგად დაჭრიდეთ და იმის თქვენს ოჯახებს გაუფრთხილდით და გემშვიდობებით არ აქვს მნიშვნელობა ყავთ თუ არა ქმარშვილი უნდა გეყოლოთ დედმამა ხო ყავთ ვიღაცა ხო ყავთ გაუფრთხილდით თუ ვინმე არ აკყავთ მე მაინც დაბანებეთ კაცოთავი და თქვენ თავს მიხედეთ თქვენს სივრცეზე ისრუნეთ და გემშვიდობებით ახლა გაკოცეთ თუ გატოჩეთ